ამი მონადირეა, რა ვიცი, ყოს არ ვასწავლი, მაგრამ ამ სიგრძელულით ახლოდან აფრენილზე საერთოდ შეიძლება ვერ გაფანტოს რა. იმიტომ რომ მართლა დიდი თოფია. მაგრამ გემრიელი სახმარია, კიდე ერთ ვიტყვი რა, ცოტა გძელი ხელი უნდა გქონდეთ, თუ გძელი ხელი როგორ მაღალი თუ ხართ, ჩათვალეთ თქვენზე ზედ გამოჭრილია. ფასიც ძვირი არ არის რა. ამის ირო თქვათ რომ ჰაიდა რაღაცა. სულ მორჩებოთ, ჩაიხედეთ. მე მონადირეებმა იციან ხოლმე. კეიფი დალევა იარაღი შეინახეთ ხოლმე ყოველთვის. ვისაც ერთად დავდივართ, იარაღი შენახული გვაქვს. სანამ იქ თოფი არ უნდა ჩანდეს, სადაც დასხრებით და პურსა ჭამთ. არადა ისეთი მონადირობის დედავატირი მე რომ ან მანქანის იმაზე არ გაშლით, რა ქვია, კაპოტზე. ან კიდე რავი, სანადირო ქოხით უგეთ ხომთად კაი. ეს თოფი ნახეთ. რა გითხრათ? ყველაზე მაგრა ამ თოფში მომწონს რა, რომ გძელი ლულა აქვს. როცა ეგეთ ნადირობას ეწევდა, არის მსუბუქი. ადვილად სახმარი, ადვილად